გემები და ისე გამაღვიძა ტიპმა და იქით გადმოდიო რამპაზეო მითხრა რამპის ნომერის 38. ნახეთ ახლა რა ხდება. ჩვენი დღე იწყება, მაგრამ დიდად ამ 6:40-ზე არ მაწყობდა ეხლა მე დღის დაწყება, იმიტომ რომ 6:40 რო აქ არის, ინგლისში ხო სხვა დროა, 7:40-ია იქ. ჩემი დისპეჩერი იქ შევდა ჩემს სამსახურში, არ მოვლენ 9 საათამდე. ანუ მე აქ რო დავიცლები ეს დრო ტყულამა დავკარგო, რომელი დროც ჭირდება იდეაში დღეს სავარაუდოდ უკან წავალ და 4-5 საათი როცა გემსუმდა, ზედმეტი დრო იზახარჯვა, როცა გადმოვდივარ, ან გადავდივარ, არ მაწყობს. იმიტომ რომ შეიძლება ეხა 1-2-3 საათი ვერ მივიღო ზადანია და ეს 2-3 საათი დამაკლდეს მერე გაკრას გემზე უკვე აზრი აღარ ქონდეს ასვლა, სულ მქონდეს თქვა 3 საათნახევარი დარჩენი ან 4 საათი და ის 4 საათი შეიძლება გემზე აღარ მეყოს, რომ გემინდა რომ გადმოხვალ საფრანგეთში, გასაჩერებელი არსად არა. გემის მერე პლუს 1 საათი უნდა იანგარიშო კიდე. და ამიტომ არ მაწყობდა, მაგრამ ნუ კაი, მაინც 15 საათს დავაყენებ, დღეს ვაპირებ 15 საათი რომ იმაშო, სტარტ. ესე ვინიშნავ დროს, უკუთვლასაც ვაყენებ და ტაიმერსაც რა. არა, კარგით ხა. გლეთ, ოკეი, ისევ გავხსნათ სმენა. Водитель 1, начало страны, UK. უკან და ახლა დავაყენებ ისევ ჩაკუჩებზე. იქ რო გადავალ რამპაზე, მერე უკვე იმაზე. ჩეულებრივად რაზგრუსკასი. 3 წუთია ვდგევართ. 12 საათზე მეტია, ეხლა გაჩერებული ვარ. ავარიულები გოგო რო გითხრა. მიყენებულ მდგომარეობაში აი ესეა. მაგრამ დაბალია, შეგვიძლია ეხა ჩვენ ეს ავწიოთ, მისობელი შეგვიძლია. ამას რო გამოწევ, ნეიტრალურშია, მაგრამ თუ შეუწევ შიგნით ზევითაცევ, ზევით ავაფერცებ. თუ არა და ქვევით, ესე ადის მისობელი ზევით ქვევით. და გამოწევა არ დაგვავიწყდეს მერე, პროსტა ეს გამოწეული უნდა იყოს. ეხლა რა ხანაწევა მინდა, მოკლედ აგერაც ახატია რა. შევწევ და ავწევ ზევით. და დავტოვებ ისე ამ მდგომარეობაში, რომ გამოვწიო და ეშვება ის. ეხლა უკვე გაუსწორდებოდა პოლი. კი ბატონო, აჰა, მიმჯდარია ამეებით. და ეგ არის, გააღებენ ეხლა ამაზე დაიწყო. ჩვენ კი დავაყენოთ დაცლაზე და ჩაკუჩებზე. აი ესე გამოიყურება მოკლედ რამპა და რამპაზე მიყენებული მანქანა. მოვადუღოს ახლა ყავა ამ წვიმის ფონზე ჭერს რა ხარუხი რო გაუდის ვიდეოში არ ვიცი ისმის თუ არა მაგრამ ტრაილერში წვიმა მაგრა ასწორებს იმიტომ რომ ეს რა ხარუხი რო აქ აი რაღაც აი მაგარია რა
სახში უფრო ასწორებს, ეხლა კერძო სახლი მქონდა ადრე და კერძო სახლის რა ხაროხი ოჯახთან რო ხარ. წვიმის რა ხაროხი უფრო კაია, მაგრამ რახან ამ პირობებში ვართ, ამ პირობებში ეს ბონუსად გვაქვს, ასე ვთქვათ რა. და ქვევით ავტომობილს მოვძებნით. კიდე ქვევით, პარომის ქვევით, პაგრუსკა, რაზგრუსკა. და დავაყენებთ მოკლედ რაზგრუსკაზე. ოკეი. უკან. არ ვაჩენდი უკან და ოკეი. ახლა დავაყენებ ჩაქვიშს. всё. აი ეს რო არ იყოს მანქანაში მეგობრებო. არ ვიცი, აქ მანქანის სუფთავეს ვერავინ ვერ დაიწყო. იმიტომ რომ აი ხა ქვევით იყო და სულ ამოაშრო. და ზოგადად ეს რომ გადაუსვევთ ხოლმე ესე და იქიდან გადავბერტყავთ ხოლმე, ანუ სულ ამის მასში ვართ, რა ქვია, ჰაერის გამოდევნა. და ამის გარეშე აქსის სუფთავეს მოკლედ ვერავინ ვერ დაიცავს, ვერავინ და ამიტომ აქ მე შუაში დაყენებული ზოგს აქით აქ, მაგრამ აქიდან იქით ვერ წვდებიან და მე ესე მაგ გამოყვანილი აი აქ. აქიდან შუაში მაგ და დაჟე ადრე ორი მქონდა ხოლმე, აქაც მქონდა და მანდაც მქონდა. იმიტომ რომ ამის ხანდიხან გადმოღება რომ ამოვდივარ ეს ფეხები და ისინი რომ დავიწმინდო, მტვრისგან რო არის მასა ფეხი კი მაინც ნასკები ვძივართ აქ და ფეხაცმელი არ გვაცვია. თუმცა არ შეიძლება, იმიტომ რომ მაგრამ თუ რამე ჩუსტები მიდევს აგერ უკან რა. რომელიც კაი ხანია არ ჩამისვია, ეხლა პატრულმა რო გაგაჩეროს გერმანიაში ან სადღაც შეიძლება მაგალითს მოგთხოვონ რა და უფრო ზამთარში და ზაფხულში რავი ეს ფეხშველი უფრო მევასება სიარულს და ფეხსაცმლით როგორც წესი ჩვენ არ ვზევართ ხოლმე აქ. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი სახლიც და რა ვიცი, კარიც და ყველაფერი ეს არის ჩვენი რა, სამზარეულოც ესაა ჩვენი საძინებელი, სამუშაო ოთახიც, ავტომობილიც და რა ვიცი, დასასვენებელი ადგილი და ყველაფერი რა. სახლი რომლის კარს გააღებდა ხან ესპანეთში ჩამოდგავ ხელს, ხან ინგლისში, ხან იტალიაში და ასე ცალკე პლუსებია, მაგრამ მოკლედ ამითი ეს კაი რამეა რა და ყველას ურჩევ რომ თქვენ შემსავით შუაში გააკეთოთ. აი ეს ეძურება მართლაც ნახე, ოპ. და მე შეგვიძლია გავუკეთოთ ისევე ჩავარჭოთ სალიხელით, ეხლა ვერ ვაკეთებ, მაგრამ ოპ. ანუ ეს თავები ეცვლება რა, შლანგიც ეცვლება. აი ესე მოკლედ. აი დავილოთ ახლა და მოვადუღოთ ყავა. ხო, მეგობრებო, გაზ შეგახედებთ, აი ესეთი გაზები გვაქვს მოკლედ, აი ესეთი გაზები, რომელიც უკვე არის რამდენი წლის კაცმა არის, ჩემზე უფროსი ალბათ. აი ესეთი ბალონჩიკები გვაქვს. ანუ აქ ის დიდი ბალონები და რო აფეთქდეს და რაღაცა იგენიც აქ ვიღაცებს, მაგრამ იშვიათად. აი ესე ეხდება აქით ამ მხრიდან. აი ეს ბალონი ესე უკეთდება. ალბათ ბევრს ეცოდინება, მაგრამ ბევრმა თუ არის და ეს არ არის საშიში, ანუ თხევადია რა და ეს ფეთქებადი და რამე არ არის. აი ესე გაუკეთებთ მოკლედ. აი ეს კაპ და всё, დააჭერთ ქვევით და იმასწავთ. რამე რო იყოს ამუკრავთ ამას ხელს და ჩაქვრება. ან დაკეტავთ. ამ ხრივ შედარებით უსაფრთხოა. ნუ მაქსიმალურად უსაფრთხო, შედარებით უსაფრთხო არა, მაქსიმალურად უსაფრთხო. და ჩემ შემთხვევაში ჩაიდანი მაქვს, არის კიდევ ელექტროჩაიდნები. მაგრამ ნუ კაბელებს ვერ უძლებს კაბელები რა და აი ესე მოკლედ სალონშივე შეიძლება. ფრთხილად რა თქმა უნდა რამე ზედმეტი ქაღალდები და რაღაცების გარეშე. და ყურადღებით უყურებთ. გუშინ ვიყავი აი ესეთ ადგილას, ოღონდ იქით ამ მხრიდან. ეს სხვა ადგილია ეხლა. ხო და ის ჩამოსაგდები რაღაცები რო იყო, თან მომეწონატო. 3 წელი ჩამოვაგდე გუშინ. დღესაც მინდა ეს გზაში წავიღო, თან გემრიელი იყო. მაინც ვერ ვშვები ამ გემრიელებებს და რაც მომეწონება იმას მაინც იმას, ხო. ზუსტად იგივე იქნება ეს. სავარაუდოდ რაც იქით. ხო, იგივე იქნება ნამდვილად. სხვანაირად აქვს კავი. ნუ იგივეა რა, მოსაცდელი ოთახის თემა არა. ამან იქით არ მომცაყალ, აბა აქ ნახოთ. საფრიფარეშო რაღაც დაკეტილიაო, აქ დაკეტილია, იგივე საფრიფარეში იქნება უბრალოდ რაღაც სერვისი.
და მე გუშინ მომეწონა აი ეს 404. ძალიან მაგარი იყო და კაი რამე, ამიტომ აიტანა თუ კიდევ ერთ წავიდეთ ამას. 404. Please present your card or your mobile phone authorizing. ძალიან კაი რამეა. და ამან ყავა რატო არ მომცა ერთი გუშინ ძალიან მაინტერესებს. ის არ ვარ გოდა ეთყობა იგაფუჭებული ხო. ძე ოდნა. ეს ახლა სავარაუდოდ. ო, იქ არ მუშაობდა ეთყობა და. რაგი. რატო? ავერჩია შეკაცო. ძე დავამატე. არ მინდა გაიხზე. აი, პროსტა ეს მინდა. რაღაცას მე ვეშვები აქ. არა, ყავას ვერ ვეძახმობთ. კაი, ავიღე ჩემი კულობები და დავედი მანქანაში. ისე აქაც შეიძლება სახანი იყო, იქ რო არ ვიჭდე და დამიძახე და ხოტროსები მაგ გაყრილი აქ დაღარა მაქვს, იმიტომ რომ გავხსენი რა და რემნები არისო დაბმულეთ შეიძლება მოხსენითო და მოხსენი. აი ამ რაღაცაზე ვიზახ, შეიძლება იმ მაგით მოგიწთან ხელით სატარებლით რა. მოკლედ მეგობრებო, ესენი არ დაგვავიწყდეს. დავკეთეთ გარები. ჩაიგეთ. ეს არ დაგვავიწყდეს, რახან აწეული ვაქვს. გამოვწიოთ და ეს უკვე ნელ-ნელა დაეშვება თავის და თავის ზონაზე დადგება და გავედით ასასვლელში ცემერი ავიღეთ. მოკლედ გამოვედით აგერ ახლა იქ მივალ. Yes. Finish, yes? Yep. Okay, thank you. Bye. ეხლა გოგოები იყვნენ და სავარაუდოდ ესენი სულად საუბრობდნენ. Так, ეხლა მე ამ ფოტოს უცებ მივაჩერებ. აკი არ შეიძლება, მაგრამ უცებ მივაჩერებ და აქ ვინ გამოივლის, ეხლა რამე არ გამოივლის. ჩაუგდებ იმას აქ დისპეჩერს. Всё. მეგობრებო, აი ნახეთ რა მინდა რომ გითხრათ, ეხლა არის ახალ დაწვემული, ხო? აი წასვლელებულია და ძალიან თავისუფლად სრიალებს სარიელზე ავტომობილი. აი ხა აქ შევეცდები რომ ცოტა მოვასრიალო. აი მაგალითად ნახე გას თუ დავადგავ, აი წაიღო, ეგრევე წაიღო, ხედავთ? ეგრევე წაიღო, ეგრევე. ამიტომ ცოტა ფრთხილად მოსველებული. აი ხა აი გას რო დავადგა, აი თუ მოცურებას ხავს, ხედავთ? ეხლა უკან ბუქსაობდა პაკუშკები, დაჟე აეხლაც. აი ხა
რაღაც პონჩი სასიამოვნოა, მაგრამ ძალიან საშიშია და ძალიან საფრთხილოა. ამიტომ ფრთხილად ახალ წასვლებულზე ცარიელზე ფრთხილად. Mercedes-ი ნაკლებად შვება ამას, თითქმის არ შვება, აი 1-2 ჯერ თუ ხნა. დანარჩენი ყველა მანქანა აკეთებს რატომღაც. მანსაც არ უჭირდა მსგავს რაღაცებზე სიარული, მაგრამ DAF-ი, Volvo, Scania სრიალებენ, რა ვიცი, ეს სრიალებენ. ვერ გეტყვით ახლა ეს მეტი ძალის ბრალია თუ რა არის, ახლა ჩემ მანქანას 460 ცხენის ძალა აქვს, ამას მეტი არ აქვს. Mercedes 420 ქონდა. DAF-ებს 480. წინა Volvo-ს რაც ყავდა ლურჯი, იმას 500 ცხენის ძალა ქონდა. ყავდა 520 ცხენის ძალიანიც, მაგრამ ცხენის ძალაზე არ არის, ანუ საშუალო ცხენის ძალიანია, ეხლა ეს 400 არც ძალიან ცოტაა და არც 500, ანუ შუაა რა, 420 და 500 შორის 460 ჩათვალე შუაა, მაგრამ მე უფრო აბრალებ მოცურების საწინააღმდეგო სისტემას, რომ რაღაც ისე ძალიან გამართულად ვერ აქვს რა. თუმცა Mercedes-ი ეხა 420 ცხენის ძალიანზე ზევით არ მიტარები, იმიტომ ჩვენი ყველა ეგეთი იყო, ყველა 6 თუ 7 თუ დაჟე 8 მანქანა მყავდა Mercedes-ი და ეგენი ყველა ერთ და იგივე იყო იმ კომპანიაში. ავტომზიდზე ვიყავი ცოტა ხანი, მაგრამ იმ ავტომზიდით სულ რაღაც ორი რეისი გავაკეთე და ავტომზიდი სხვა არის, იმიტომ რომ ავტომზიდი სხვა წონა აქვს, საბურავებს შორის მანძილი დიდი აქვს უფრო და ნუ ასე შემდეგ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში საფრთხილოა რა, ყველა ვარიანტი საფრთხილოა. ხანდახან დაჟე არის შემთხვევა, როცა დატვირთულზე თუ უკან გიდევს ტვირთი, ხანდახან აგდებენ ხოლმე და წინ დაწოლა არა აქვს, მაგ შემთხვევაში თუ სადმე თქვა აღმართზე ავდივართ ან რაღაცა ისეზე სველია ან შეიძლება თოვლიც იყოს, უმსაბურავს ავწევთ და უფრო მეტი დაწოლა ექნება უკანა ხიდს ჩვენსას. აი ხა აქაც აი მოდი ხა. აი ახლა კი იმას აქნა წააბუქცავა, მაგრამ არ მოაცურა. და ამასობაში მოვედი ჩვენს პარკინგზე, აგე დროებით ლესნოი პარკინგზე. ქუჩის პარკინგზე, ლესნოი პარკინგიც არ ქვია, ამას ქვია ქუჩის პარკინგი. რომელიც არის იქით ხარეს. და რომელიც არის იდეაში დაკავებული, თუმცა შეგვიძლია ამოუდგეთ, რა ვიცი, სხვაგან წავიდებითო? მოდი აბა გავთიშავ და უცებ სხვაგან მოვძებდი სანამ წრეზე გავალ. თუ რამე წრეზე ვივლი 1-2 წრეს დავარტყავ რა და ნახავ აბა. ნუ პრინციპში არ გვინდა, მოდი აქ გავჩერდები რა. აი ამის წინ პრინციპში დავეტევი რა. როგორღაც დავეტევი აქ. მანქანები გავატაროთ, იქ ნაკადი შეწყდება მერე. და მივზადნავ და მოკლედ ეხა რო არის მას საქმე გავაჩერებ აქ რა. პრინციპში არ დამჭირდა ის, რა ქვია, აგერ გადის მანქანა, გაგვიმართლა. ძალიან კარგი. არ მომიწევს აქ ჩატენვა და მილიმეტრების ზომვა. ხელიც აუწიეთ, მადლობის ნიშნად. გარი ხარ ძმაოჯან. ნუ აი ცალი ხელი ძალიან ისეთია რა ეხა. ამის კეთება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შესაძლებელი არის. იმიტომ რომ ამ Volvo-ებს მე რასაც უყურებ ახალსაც და ბიჭო, ახალს პრინციპში სულ ახალი რაც მოიყვანეს იმას კი, მაგრამ ამ ძველებს რაღაც ეს რული რბილი არ აქვთ. Mercedes ძალიან რბილი აქვს. Mercedes-თან შედარებით DAF-ზე შეიძლება ითქვას, რომ გრუბია რული, მაგრამ გრუბი არის ამის რული, იმიტომ რომ ცალი ხელით აი მეს კი ისე ვეჯაჯგურები ხოლმე რა, რომ იმას აქვნა რა ქვია. აჰა, მოკლედ გავჩერდით. ისე გავასწორებ ჩემს მანქანას, ცერად რო არ ვდგე და დაველოდები ზადანიას. ხო, მოკლედ ესეთი რამ ჯერ არ მომხდარა რა ამ კომპანიაში, რომ 4 საათი და 40
44 წუთი ავდგევარ და პირიქით იქით მივწერე რამდენიმეჯერ რომ მეთქი ხوار დაგავიწყდით თო ცოცხალი ვარ ჯერ მეთქი სადახართ ხალხო და დისპეჩერისგან არაფერი პასუხი არ იყო იმიტომ რომ რაც ამ კომპანიაში ვარ მარტო ეგ დისპეჩერი მყავდა და ძალიან აი უსიტყვოდ რომ და უბრალოდ 200-ში და რაც არ უნდა შეშლა შემხდა უკვე რო გვესმოდა ერთმანეთს ეგრე ვიყავით მაგრამ წავიდა და დროებით ვიღაც სხვა არის ეხა სხვები უფრო სწორედ ხო და ამის გამო სავარაუდოდ ვერ მომაქციეს ყურადღება და თვითონ უფროს მივწერე მეთქი იმიტომ რომ ერთხელ მივწერე ორჯერ სამჯერ არ მოიწერე და მე პირდაპირ უფროს მივწერე მეთქი შეეფ რა ხდება თო ხო არ დაგავიწით თო და ბელგიაში წადიო რა იმაშიო პორტშიო ხვალე დატვირთვა იქნებაო მოკლედ ხო და ანუ ეხა ინგლისიდან რო ცარიელი წავედი ყოფილა რამოდენიმეჯერ რა ვიცი 5-ჯერ ალბათ 7-ჯერ მაქსიმუმ 10-ჯერ ნამდვილად არა მაგრამ ისე რომ 4 საათი და 40 წუთი უპასუხოდ ვიყავი და არავის არ ვახსოვდი ეგეთი რამე ნამდვილად არ მომხდარა ყოფილა ერთხელ იყო თითქმის რა ვიცი ნახევარის მენავიდექი მაგრამ ნუ იმ დღეს ვიცოდი მოწერილი იყო რომ ველოდებოდით რაღაცა ტვირთს და არ მოვიდა მაგრამ სხვა შემთხვევაში მოკლედ ეს ძალიან ბევრი ხანია რა ჩემთვის პრინციპში არც მოგება არც წაგება რა ვიცი ხა აქ სიარულს წინ დაუკან 4 საათი და მაინც იგივე დრო იქნებოდა და გემით ამ დღეს მაინც გადავალ როგორც ჩანს 17 ანუ სადღაც 300 კილომეტრი მაგ გემამდე ხო გემით გადავალ და იქით წავა ხო პრინციპში ჩემთვის წაგება ისეთი არაფერი რა იმიტომ რომ ჩემი დაინტერესებაა რომ ერთ კვირაში ჩამოვიდე და ჩავიდე უკან მე რეისში მიხდიან ეხა ფულს აქ ასია როგორც გითხარით თქვენ შემთხვევაში არ იქნება თქვენ შემთხვევაში დღიურად იქნება გაჩერდებით დაიძინებთ 5 დღე ვერ მოგცემენ საქმეს ეგ თქვენი პრობლემა არა მაინც გიხდიან მაგ ფულს მაგრამ თქვენ ერთი ყველა კვირა სახში ვერიბლით რომ მოგინდეთ და ჩემი პლუსი ეგ არის როგორც თქვი რომ მე დავდივარ ყველა კვირა სახში ამიტომ აი კიდე მომწერე ხა რაღაცა აბა წავიკითხო ჩემ ჯიგარშევს რა უნდა რომელიც მევასება ჩემი კომპანია იმიტომ რომ დაახლოებით 60 მანქანა ყავთ 70 მაგრამ ოჯახური კომპანია ხო გეუნებით აი უფროსი მამა შვილი რაღაც კაი ტიპები არიან თო მე ხა დიდად პოლონური არ ვიცი და ინგლისური მაგათმა არიციან და რომ ციცოდნენ ძალიან გავაგებინებთ ერთმანეთს ჩემი ინგლისურით მაგრამ აი უენის გარეშე რასაც უყურებ ხელი ფეხის ჟესტებზე და რაღაცა მიმოწერა და მოკითხვი და მისალმებით მე ძალიან სიამოვნებს მაგ ხალხთან ურთიერთობა თუმცა როგორც კომპანია ის კომპანია ჯობია რა როგორც რასაც კომპანია ქვია კომპანია ჯობია მაგრამ ჩემს მაგარ ფულს აკეთებენ ხო იცი ანუ ჩემებს რო უყურებ ეხლა ჩემ კომპანიას იმ ჩვენ კომპანიაზე მეორე კომპანიაზე უფრო კარგად გამოიყურებიან იმიტომ რომ სულ ახალი მანქანები და რაღაცა სულ მაგარი პონტი იქ იახტა უყენია ჩიგნით საკუთარი სახლი მანქანა აქედან ჩაუყვანე მე მისაბმელი უფრო სწორედ დიდი ყველაზე დიდი რომელიც იყო ის მე ჩაუყვანე ჩემს უფროს და მოკლედ არც არ იკლებენ რა ორ შაბათიდან პარასკევამდე დაჟე შაბათს 2 საათამდე აი მუშებივით ჩაულებრივად აი ცხვირით მიწას თხრიან რასაც ქვია მაგრამ ძმაო ის დღენახევარი და კიდე ის რასაც მე აქეთ ვარ წამოსული და ვერ ხედავ კიდე არ ვიცი Facebook-ზე რასაც უყურებ მაგათ ძალიან კარგად ცხოვრობენ 50-60 მანქანით მთელი ოჯახი ძმები დედა მამა და ასე შემდეგ მაგრამ რასაც კომპანია ნუ კომპანია და დიდი და მასშტაბური და სხვა ის ეგ მანდარის რა აქეთ მეორე კომპანიაში ამ ეხა მე რო ისე ორ ეკიპაჟიანზე მუშაობდე ორ ეკიპაჟიანზე მან წავიდოდი ან ერთ ეკიპაჟიანზე რო ერთკვირიანი რეისები ქონდეთ მაინც იქ წავიდოდი ის ჯობია მაგრამ უბრალოდ აი ერთკვირიანი რეისის გამო ვამბობ დროებით უარს უფრო კაი კომპანიაზე იდეაში რა მაგრამ აქაც ხო გეუნები დაჟე აქედან რო წავიდე გული დამწყება კიდევაც რა ეხა კი ესე ვიძახი მაგრამ ძალიან არასასიამოვნო გზნობა იქნება როცა ამ ხალხს ესე ადგები უნდა დატოვო რა პრინციპში არ უნდა დავტოვო ჩემს სახლთან ახლოს არიან იქვე 20 კილომეტრში არის ჩემი სახლიდან ბაზა მაგრამ ნუ მაინც რა რო ხარ და შეხება რო გაქვს ხარ და რო არ ხარ უკვე მე ურთიერთობა ნელ-ნელა უკვე მიდის ხო იცით კარგით მოკლედ წავით ახლა ჩვენ 300 კილომეტრი დროულად გავიარო და დავუბრუნდეთ უკან გემზე ცარიელები ერთით ასწორებს ცარიელი სიარული წავედით თუმცა არა მეგობრებო შეიცვალა გეგმა გავიარე თუ არა სადღაც 40 კილომეტრი არც კი მომწერა უფროსმა პრინციპში
რაღაც თვირთი გამოჩდაო და ეხლა მივდივარ 139 კილომეტრზე, ავიღებ მაგბრეს და მე ჰოლანდიაში მაქვს დაცლა როგორც ხედავ. ესეც იშვიათად ხდება, მე ძირითადად პოლონეთი, ინგლისი, პოლონეთი მაქვს, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე ან ბელგიაში დაცლა, ან ჰოლანდიაში. მაგრამ იქიდან აქით როგორც წესი პირდაპირ ინგლისში მოვდივარ და თუ არა და ძალიან იშვიათად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თქვა ინგლისის თვირთი არ იყოს და წამოვიდე ბელგიაში სადმე დასასვლელად დასათვირთად. ანუ ევროპის რეისს ეძახიან მაგას ჩვენები ერთკვირიან რეისს და იმას რა ქვია, ინგლისის ერთკვირიანი რეისები ეგაა რომ პირდაპირ პოლონეთი, ინგლისი, პოლონეთი. თან პირველ ტელეფონში ის დამიჯდა რა ქვია, გადაივსო, აღარ არის ადგილი და ვეღარც გადამაქვს კომპიუტერში, იმიტომ რომ ის გადამყვანი არ წამომიღია. და ამიტომ ვიღებ ახლა მეორე ტელეფონით, რომელიც არ ვიცი რას იღებს, რა ვიცი, იმედია იღებს, ხო იღებს რა რაღაც. აი ამ ორ კამერაზე ვიძახი, აი აგერ ვაყენია თეთრი კამერები, ამის მერე მოდის უკვე კამერა, ანუ ეს თუ იძახი სიჩქარის კამერაო და სიჩქარის კამერები კიდე ესენი არის, აი ეს თუთი. აი ის ორი თეთრი კამერა თუ არ აყენია, ესე იგი ეს ცდება და ის კამერები ან გადატანილია, ან არ აყენია რაღაცა რა. მარტო ყვითელი კამერები მოკლედ აქ არ აყენია. ყვითელ კამერებს ყოველთვის ერთი ბოძით აქით მოსდევს ის ორი თეთრი კამერა. ეს გასწრებები არის ინგლისში ცოტა ისე რა, ანუ ტემპი არის ცოტა ჩქარი და ძალიან ცოტა სიჩქარეებით უსწრებთ ერთმანეთს, ანუ 1-2 კილომეტრია, 3 კილომეტრია სხვაობა. და სხვათა შორის არიან მანქანები, რომლებიც მეც მასწრებენ, აი 90-ით მივდივარ, ხო? და ეხლა ამას ვასწრებ ძლივს, ამასაც ახანახე ძლივს ვეწევი ეხლა. მაგრამ არიან მანქანები, რომლებიც იგივე სისწრაფით მეც მასწრებენ, სავარაუდოდ ნაჩალიჩარი აქვთ რაღაცეები, ან უბრალოდ მათ არ მგონია რომ ნაჩალიჩარი კონდეთ, მაგრამ ალბათ წარმოებელში რაღაც შეცდომები არის და ამ წარმოებელს შეუძლია მაქსიმუმ ამდენით იაროს მანქანა, ეგრეა გაკეთებული, თორე ამაზე ქვევითაც დადიან ხოლმე მანქანები 1-2 კილომეტრით. ეხლა ეს ვაფშე მოუმატა ამას სიჩქარე ნახე. ხო და არიან კიდე რომ აი არ ვიცი რა, ამდენით მასწრებენ იცის, ალბათ 1-10 კილომეტრით. ანუ 5 კილომეტრი როცა მანქანას ასწრებ, კაი გასწრება გამოდის რა. ძირითადად 2-3 კილომეტრით ვასწრებთ ხოლმე მანქანებს. მეტით მივდივართ ჩვენ, ანუ ჩვენ მივდივართ 90-ით, ის მიდის 88-ით და აი ასწრებ რა 97-ით და 85-ით თუ მიდის, კარგად ნორმალურად ასწრებ რა. თუ 80-ით მიდის, ძალიან კარგად ასწრებ მოკლედ. და ასე ძალიან კარგად მასწრებენ ხოლმე ვიღაცეები, არ ვიცი, რა აქვს გაკეთებული, მაგრამ ძალიან მაგრამ ასწრებენ ხოლმე და ტახოგრაფზე რითი არის მახსოვრებს მაგას თუ მოგეთ რა აქვს ნაჩალიჩარი არ ვიცი რა. აი ავტობუსი რომ მასწრებს, ავტობუსებს 100-ით შეუძლიათ სიარული. ავტობუსი რომ მასწრებს, აი ეგრე მასწრებს ხოლმე ხანდახან იშვიათად, მაგრამ არიან მანქანები, ტრაილერები, ძირითადად ესპანური ნომრებით, რუმინული ნომრებით, მერე პოლონური და ინგლისური ნომრებით და მერე ისა რა ქვია, იტალიური შემხედრია, გერმანული ნამდვილად არ შემხედრია არავინ და ეხლა მან დამით მოტორე, ან წინ მიდის კიდე რაღაცები, თორე ვერ გაასწრებდი ამას. და აქ ზოგადად ესეთი ტემპია, ეხლა ჩვენ აქ 4 რიადიან გზაზე რომ 2 რიადი მოძრაობს ძირითადად, შეიძლება 3 რიადში ტრაილერები ვიყოთ და მოკლედ თავისებური მუღამი აქვს რა, მოკლედ და დუბაიში ვარ ნამყოფი 2-ჯერ და დუბაიში მაგალითად ეხლა როგორც აი ეხლა ეს კამერა უფრო შორს აჩვენებს. კამერაში ჩანს თითქოს 1-10 მეტრი წინ მიდის თო მანქანაო. მაგრამ რეალურად ეს მანქანა მიდის უფრო ახლოს რა, 6-7 მეტრით ახლოს. აი ხა გეგონება 10 მეტრიაო და ეხლა რეალურად მართლა არ იქნება 5-6 მეტრზე მეტი თო. და ასეთი ნაკადით 6-7 რიადი მიდიხარ წარმოიდგინე 90-ით. 80, 90, 100 და ეს ყველგან მანქანებია და პატარა მანქანები რა და უბერაო 90-100 კილომეტრით რა ვარია და ყველაფერი გამოცდილებაა და ყველაფერი მიშოვა გადავიდეთ. ეხლა ჩვენ ახით ნელა რა თქმა უნდა მაინც ყოველთვის ცხილად გადავდივარ და მოდი ახლა მე აქ შევივლბენ ერთი წუთი რაღაცის ყიდვა მინდა. რომ ძალიან ისე მომიწია რაღაც ჩამოსვლა და ორგან ვიყავი და მივდივარ და ვერაფერი ვერ განახით ესე გამოვიდატო და რაღაცის ყიდვაც მინდა და თან იმას შევხედოთ, აბა აქ ორი პარკინგები როგორია, სულ ფასიანი პარკინგებია როგორც გეუბნებით, აი ყველგან თო.
ну სხვადასხვანაირი, იქ ერთმანეთს გავს ხოლმე და აქ სულ სხვადასხვანაირი პარკინგებია, სულ. აქ ეხა სხვანაირი პარკინგია, ну დიდი ვერაფერი პარკინგები აქვს სიმართლე გითხრა, მაინც პატარები და მაინც რაღაცა, მაგრამ Tesla-ს ისინი სატანები. კარგი, მოდი ხომ მივაყენებ. აი მეგობრებო Tesla-ს სატენები, მოვიდა ერთ Tesla უკვე. Старо. აი აქაურ ავტომზიდებს რამ ხელაზე უდევთ მანქანები. ანუ სათავზე უდევს ტიპს მანქანას ზემოდან. და ეხა ამას კიდე ისე რა უდევს, მაგრამ აი ეს ორი რიადი როა. ხშირად აქვს სამრიადად. დრო აქ მაღალი ხიდებია. Привет. კარგო აქვს რაც მე მინდოდა ის ლონგაზე არისო და ნახოთ კალენდარზე თუ არის. როგორი დასაჯდომია. Galonka, gera galonka. აი აქაც მეორე Tesla-ს ატენები, იქით ხო სხვა სატენები იყო, აქ სხვა სატენებია, კიდე სხვა სატენები, ანუ აქით ელექტრომობილის ყოლა, აი ჩვეულებრივი ამბავია რა. ჩვენთან არა სამწუხაროდ და აქ ჩვეულებრივი ამბავია. ნებისმიერ ელექტრომობილის ყოლა. ესე იგი ახლა რაღაც უყურებ ბაზარზე ხო მანქანებს. 400-500 კილომეტრი უკვე ყველას უწერია, რამდენს გადიან კაცმა არის სინამდვილეში და ნუ ალბათ 100-150 კილომეტრი და გამოაკლო მაგას. ცუდი პირობებში, მაგრამ აქ ეგ ცუდი პირობებიც ალბათ ნაკლებად ექნებათ, არ ვიცი და სამსახურებშიც ელექტროსატენები აქვთ.
ყველგან არის რა მოკლედ ეს ელუსტრატორები. ანუ მე ხა ეს ტესლას ის გადავსებული ისე რომ ადგილი არ იყო მე არ მინახია ჯერ. ასად არ მინახია ეგეც. აი ამას ვიზახდი, აი 3 რიადი აქ ტიპს შეხედე ჩემი. მე მიმუშავია 2 რიადიანზე და რომ დაიტვირთები ცოტა ისეთი მძიმე მანქანებით. საკმაოდ ცუდად დადის თო. ანუ ეს ძალიან ქანავს და მანქანა თუ ესე გაგექცა მე ძალიან ძნელია დამორჩილება. ამას ნახე ვაფშე 3 რიადი აქვს. მალადი ჩვილი. ნუ ატარებს მაგრამ მე არ დამევასა ეგ. თვითონ სამუშაო პროცესიც ცოტა ისეთი იყო. ატარებაც. აი მოკლედ შევედი ხარ. Thank you. ეს არის არაგაბარიტული, ეს არაგაბარიტული კი არა, მას ეძახიან, არაგაბარიტულებს რო ეძახიან ჩვენთან, ესეთი პრინციპები გვყავს ჩვენ, ესეთი რაღაცებს დაათრევთ. არაგაბარიტული წესით არის ვაფშე სხვა რაღაცა. არაგაბარიტული ტვირთები მინახია ძალიან არაგაბარიტული ტვირთები. მე განახებ ტვირთებს, რომელიც არის ჩვენი ტრაილერის 3-4 ტრაილერის სიგრძე მთლიანად ეს ტრაილერი რო აიღო, აი 4 ტრაილერი რო დააყენო, აი ამ ხელა ტვირთებს დაათრევენ და ეგ ტესლა იყო, ეხლა მეორე მოსვია. დილაო შეიძლება თქვათ, მაგრამ ამათვის არ არის დილა, ამათვის უკვე შუადღეა და თან გინდა შუადღე იყოს, გინდა ღამე არ არის რა. კაი, გავედი ხა, წავედი მე ჩემს მანქანაში მოკლედ. აქ არის წესები რა. თუ არ გადაიხდი 100 ევრო ჯარიმაო. 2 საათი ყველგან უფასოა წესით. რა შემოდიხარ კამერები გიყურებენ თუ არა და ჯიგრების თუ რამე აგერ არ არიან ეს პოლიციის მანქანებია მათი. აი წავედი ხა. ჩაყენებით. რა უშავს მე რა. ანუ აჰა ჩააყენა რა მეორე ჩაყენებაზე ტიპ. ანუ მეორე ჩაყენებაზე რა პროსტა შეასწორა მეორე ჩაყენება მაგას არ ქვია, მაგას ქვია შესწორება. ეხა იცოდა ტიპმა აშკარად. ხო და იყოს რა ქვია ცხენები რა საყვარელი ცხენები ყავთ ნო. ხო და არავინ არაფერს არ გეტყვით ხალხო, გინდა ორჯერ ჩააყენე, გინდა 5ჯერ ჩააყენე, ხა ხანდიხან საღამოს საათებში თუ თქვათ რაღაცა მართლა 10-ში რაყენებ და გერმანიაში ხარ და იქ მანქანები მოგადგებიან ვიღაცას დრო უთავდება ხო ხვდებით? მაგრამ ეგეთ ადგილებში ხას თავისუფლებაა ხო? მან თუ გინდა თუ ჩააყენეთ, მე კიდე გამოაყენეთ მანქანა სპეციალურად და კიდე ხელახლა ჩააყენეთ, წაივარჯიშეთ. არ არის პრობლემატო. ზოგი ორჯერ აყენებს, ზოგი ანუ ორჯერ და სამჯერ ესე მოწევა, ჩაულებრივი ამბავია იდეაში აქით რა ვიცი ხა. ერთხელ ხანდიხან მეც ვერ ვაყენებ ხოლმე, კაცო, მაგი არანაირი პრობლემა არა. რომ მიხვალ შეიძლება პატარა მისწორება ყველა ვარიანტი დაგჭირდეს და ანუ მისწორებას არ გულისხმობ, ვიცი რომ რაღაც ჩვენ გვევასება მზღოლებს რომ
რაღაცა ლამაზად რო დააყენე, ცერად რო არ დააყენე და მაგით თუ მიასწორებ, თორე პირველივე შესვლაზე ნებისმიერი მძღოლი ჩააყენებს მანქანას, მაგრამ შეიძლება ოდნავ რაღაც ესე მოვიდეს, ოდნავ და ის არ გვევასება ხოლმე და მაქსიმალურად ვსწრებთ რომ გავასწოროთ. ხო და ამიტომ გინდა ორჯერ ჩააყენეთ, გინდა სამჯერ, თუ ხა 4-ჯერ, 5-ჯერ და 7-ჯერ და ვერ აყენებთ, ნახავენ მაგას მძღოლები ჯიგრები არიან და ჩამულენ და გეხმარებიან თქვა უკან რომ ვერ აღიქვა იმ პრინციპს თქვენ ვერ აღიქვავთ იმის მანძილს ნამდვილად რომ მიხვალ და აუსიო ეჯახებია გეგონება და რომ მიხვალ 1-3 მეტრი იქნება უკან კიდე ადგილი. ხო და ნახავენ რა რაღაცა პრობლემა გაქვთ ან დამწყები ხარ და ჩამულენ იგარნახებენ აი მოდი რაღაც მარჯვნივ ან შეიძლება ვიღაცამ შემოგთავაზოთ კიდევაც რომ აი მოდი დავждებ მანქანას და შევაყენებ უცებ რა იმიტომ რომ ზადნი მიდიხარ მოტეხილი გაქვს მანქანა და მანდ ხარ გაჩხერილი რა და იმ ზადნიდანვე გააგზელებ ტიპი ადგება და მქონია ჩვენ შემთხვევა რავი მეც დავხმარები ვარ და სხვაებიც მინახია რომ რა უნდა პროსტა რულის სწორი მიმართულება უნდა როცა იცი და შეაყენე. ხო და მე მყავს ადამიანი შემიშინაურია ვინც საერთოდ შეხება არ ქონია ტიპს არანაირ მანქანასთან აი ღოლის დენიაზე ნაშდომიც არ იქნება მთელი ცხოვრება ალბათ 5 ჯერ ისიც კარგ აღებულზე პროსტა თუ ჩამოჯდა საერთოდ არ ქონია შეხება სულ სხვა სფეროში იყო მთელი ცხოვრება ჩემზე უფროსია ეხა არის 47 წლის და 3 წლის წინ ჩამოვიდა ეგეც 2 წელნახევრის წინ უпростоრეთ რა და ეგ 2 წელნახევრია არ გაუწყვეტი ანუ კი საქართველოში წავიდა რამდენიმეჯერ ჩაულებრივად მაგრამ ანუ ეს 2 წელნახევარია ტიპი მუშაობს. ქონდა თუ არა ჩეპები, ქონდა კი რაღაც პატარ-პატარა ქონდა ის პრინციპის რაღაც გასმა და რაღაც ეგეთები საბურავი გაახეცქად იმაზე რაღაც მოსდო და კი ბატონო ქონდა. როცა არ იცი, აბა საიდან იმას იზავე ხარ რა ქვია. როცა ამ საქმეში გინდა დაწყება და როცა არის რეალური და 100%-იანი რომ 2500 ევრო გამოიმუშაო ადამიანმა, ხო? 7-8000 ლარი. იმის გამო რომ აი იქნება და მე სადმე რაღაცას მოვდო და აუ იქნება და ეს ანუ თავარია ვიღაც სიცოცხლე საფრთხე არ შეუქმნათ ხო ხვდებით ანუ თავარია მანქანა ეხა ატარო და მანქანის ტარება აქ ბევრად ადვილია ჩვენ მანქანას აქ მარტო არ ვატარებთ ხალხო ეს თქვენ გონიათ რომ ეს ჩვენთვის მარტო მანქანაა თუ მანქანა ჩვენ პარალელურად ვატარებთ ახლა ხო ხედავთ ვიდეოს წერთ ნუ ეს არ შეიძლება მაგრამ ვიდეოს წერთ ხო ხედავთ ეხა და ამავდროულად ბევრი ფუნქციები შეგვიძლია და უნდა ვაკეთოთ ხოლმე ხანდახან შეიძლება ეგ ნავიგაცია და რაღაცა ყველგან ვერ გაჩერდები ესე უცებ არაფერი არ შეიძლება წესი და ყველა მიცის მაგრამ ყველა მაინც ამას აკეთებს იმიტომ რომ ძღოლი ეგრეა რა ანუ როგორც ეხა ეს მანქანა გაჩერებულზე მარტო მანქანა არ არის ჩვენთვის და რა ვიცი სამუშაო მაგიდაც არის თქვა რაღაც აივანიცა კარს გააღებ გაიხედები ლოგინი ყველაფერი ესაა ხო სამზარეულო მაცივარი ზუსტად იგივენაირადაა დაახლოებით ტარებაც რა და ეს ერთ პლუსად აღიქმება ჩემი აზრით იმიტომ რომ მე მყავს ბიძაშვილი რომელიც პროგრამისტია ხა საკმაოდ კაი ხელფასი აქვს უკვე თითქმის 10000 ლარზე ავიდა ტიპი ну 7000 ლარს გასდა ყოველ შემთხვევაში მაგრამ რაღაცების გაკეთება უწევს პარალელურად და სულ მაგას მეუნება ხოლმე რომ ეს პარალელურად რაღაცების კეთება არ შემიძლიაო რა ანუ მარტო ერთ რამეს თუ არ ვაკეთებო ბევრ რაღაცას ერთდროულად ვერ ვაკეთებო რა თორემ მაგის უნარი რო კონდეს რომ ბევრ რამის ერთად კეთება შეეძლოს უფრო მეც გამოიმუშავებდა ხვდებით და ამას იმიტომ იძახის რომ ეხაც უწევს რაღაცების პარალელურად კეთება იმიტომ აქ ამ ხელფასი და იმიტომ ელოდება ეხა იმას და წვალობს რა რომ ტიპია ძალიან უჭირს რაღაცების კეთება ხა მეც დამიჯერეთ აქ რო ჩამოვედი მიუხედავად ჩემი ამდენწლიანი გამოცდილებისა ორი ხელი უნდა მკითებოდა რულ საჭეზე რა აი ორი ხელი და ანუ ცალი ხელითაც რაღაცნაირი აი მიუჩვეველი როცა ხარ ადამიანი და ერთხელ რო გაგაკეთებული რაღაც ამით უმეტეს ხელი და ფეხი რო ზოგ სხვანაირად ემორჩილება ხო ამაგას მიჩვევა უნდა და მე ყველაზე ემორჩილება თუ ეხა დაცვას სწავლიან ბოლო ველოსიპედის წარებას და ცხენი აყენებს ზადნი იმაზე რა ქვია ვიდეოები რო ნახოთ მიმული მას რა ქვია პრინციპი რო აქ ცხენს რა ქვია მაგას ეტლი თუ კალიასკა თუ რაღაც ქვია რა ხო და ეს და იგი ანუ გამეორება სოდნის დედაო რო იტყვიან გამეორებით იმას ვიზავთ რა დავამოღავთ რაც ბევრჯერ გაიმეორებ ერთ და იგივე რაღაცას ეგ არის და ანუ წარმოიდგინეთ ახლა მილიონზე მეტი მაგ კილომეტრები გავლილი და წარმოიდგინეთ ახლა რომ ადამიანს მილიონი კილომეტრი გაქვს გავლილი მანქანით რამდენჯერ გაქვს ეს რული ნატრიალები და რამდენჯერ გაქვს სხვადასხვა სიტუაციები გავცად გამეორებული რა ხო და უნებრივია იმ ადამიანს არ ქონია შეხება და არ იცის და გაუფუჭდა და ვინც არ იცის იმასაც გაუფუჭდება რაღაცა მაგრამ აქ ესეთი რომ რაღაცა სერიოზული დაზიანება ვიღაცას რაღაცას გაეკეთებინოს მე არ გამიგია ჩემს ირგვლივ არავის და მოკლედ ესეა მეგობრებო
არ არის ეგ გასაკვირი, რომ რაღაცას ვერ აკეთებთ მით უმეტეს ამ ხელა მანქანაზე ისე როგორც აი სხვა აკეთებთ თქვათ. გავადრო და გააკეთებთ. ვიღაცა ერთ თვეში, ვიღაცა ორ დღეში, ვიღაცა ერთ წელში და ვიღაცა ერთ შეყენებაზე შეაყენებს და არა ყველაფერს იზავს. კარგით, გავაგზავნოთ ახლა ჩვენ გზა.